იმ დღეს ვფიქრობდი ეს რაღაცაზე რა, წარმოიდგინეთ, შოკოლადი ხო, აი კაკაოსგან კეთდება რა, კაკაოს გამზადდება. კაკაო ხო, მცენარეა, ხო ხეზე ამოდის. ანუ შოკოლადი არის ბოსტნეული და შოკოლადის ორნაირი შოკოლადი ერთმანეთში შეურიოთ, სალათია რო იცოდეთ. დიეტაზე ხართ და ან რაღაც ეგეცე და cheat day რო გაქვთ შოკოლადზე, არა, შოკოლადი არის სალათი. ეს უცებ ეგრევე ფაქტი გაჯახეთ, ანუ ხო დააჭირე ვიდეოს და ვა, აბა რაზე რა ვიდეო და რა გადმოგცხე ეგრევე ფაქტი. და მართალი ხარ, მართალი არ ვიცი ხარ თუ არა, მაგრამ თუ იფიქრე რომ ეს ვიდეო მთლიანად ესეთი ინფორმაციით იქნება გაჟღენთილი, მაშინ მართალი ხარ. მაგრამ თუ ფიქრობ რომ რეალ მადრიდი ბარსელონაზე უკეთესი გუნდია, არ ხარ მართალი. სამ დავიწყებ რა თქმა უნდა ჩემს საყვარელ ფრაპუჩინო მოკას მოვსვავ, რომელიც Starbucks-ის ბრენდის ქვეშ არსებული ყავის ნაირსახეობა ხო, მაგრამ თქვი ხო, აი ნუ მომიმატეთ ხელფასი. და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გემოა ზოგადად, რაც კი სამყაროში გემოები არსებობს თხევად აგრეგატულ მდგომარეობაში, ეს როგორი იყო? ანუ არ ვიცი, აი ესე დავკერე ნანუკა, რო იცოდეთ, რა გეცეთ ყავს ვიცახთი ხოლმე დღეს მივდივარ და ნანუკა, ხო და გამაინდუსტრიელება ზოგადსონიებისთვის მეთქი ეს გრძელი თქვა რა. და აი ესე გააკეთე და მაგის მე ერთად ვართ. თუ თქვენს გინდათ ის გემო შეიგრძნოთ ამ წამს მე რაც შევიგზენი ნიკოარსა და ლიბრეს. აფთიაქებში იყიდება Starbucks-ის ყავა. უი, სანამ რაღაცაზე გადავალთ, mind blow-ებზე უნდა ვილაპარაკო და ახლა ხანს ისეთი mind blow მოხდა. საქართველოს ბანკი არის ჰამაკის სპონსორი. ჰამაკის სპონსორი გახდა და მინიმუმ 1 წლის განმავლობაში ერთად ძალიან კაი კონტენტ შემოგთავაზებთ. ჰამაკის არხზე აუცილებლად გადადეთ, ეხლა კალათბურთის ვიდეო დავდეთ და კაკრას mind blow-ზე მინდა მესაუბრა, რომ კალათბურთელებმა ჩვენმა კალათბურთის ნაკრებმა კაი დავიკიდოთ საბერძნეთი და იტალია, მაგრამ პირველი თამაში ესპანეთთან რომელიც მოქმედი ჩემპიონია, ყველაზე მეტი ფინალი აქვს ნათამაშები ევრობასკეტის არსებობის ისტორიაში და ცალსახა ფავორიტი ვინც იყო, მაგას ბურთი, სპალდინგის ბურთი გადავაწეპეთ თავზე ესე. სხვა შორის ჩვენებაზე ვიყავით პაპ 44-ში, როგორც გახსოვთ რა ვიდეოში ვიკითხეთ პლუს ქულებზე გასამაგებული. ეს ისევ არის ჩვენებებზე იგივე რესტორნებში. აი აგერ ამონათდება. ძალიან მიხარია, რომ საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს, ჩვენს ოლიმპიელებს, ჰამაკს და ბასტო ფანტასტოს ერთი სპონსორი ყავს, რომელიც არის ბოგი. BOG. კიდე უცებ სპორტზე ვიტყვი, ყაზახური გუნდი გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე. ყაზახური გუნდი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე. ხო გახსოვს ის რომ ყოდა არჩი ბალტი რომ ყავდა ჩამოყვანილი ყაზახი. აი მაგის თორებს ვათვარიელებდი რა, სანამ ეს დიდი ამბავი მოყვებოდა და იქ იყო იქ შონზი კარუ არის ხომ YouTube ლიგაზე, ეგრე იყო ის ტიპი იმ თამაშზე რა, დიქტორად თუ რაღაც. გოლ, საბულ, აი მაგებს აკეთებდა. ვულოცავ, მე იმხელა ლოგიკა მაქვს და იმხელა უნარი მაქვს აზროვნების, რომ შემიძლია ვივარაუდო რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ზოგი ამას წინასწარმეტყველებას ეძახის. არ გავკადნიერდები, მკარხელობაში არ გადავარდები და არ ვიტყვი რომ ვიწინასწარმეტყველეთქო, მაგრამ ვივარაუდეს ვიტყვი, როგორც ვივარაუდე ადრე რაღაცები, ეხაც ვარაუდობ, რომ შემდეგი წელი არის ქართული კლუბების წელი. რაც აქამდე არ მომხდა რა, ეგეთი რაღაც მოხდება. ბევრი შეიძლება 2-3 გუნდით გავიდეთ ევრო ტურნირებზე. აი, გადავიდეთ ახლა რაღაცეებზე, რაზეც ვიფიქრე და ჩემი აზრით სხვამაც რო იფიქროს, მაგრამ გაუსწორდება. ჰიტ ამას mind blow-ს ეძახის, მე დავარქმევ ფანტასტიურ ამბებს ბასტო ფანტასტოსგან. ერთ ადამიანთან მქონდა საუბარი და მის ერთ-ერთი ახლობელი იყო მეფუტკრე რა. და ძალიან საინტერესო რაღაცები მითხრა ფუტკრებზე. იცოდით რომ დრონი, სიტყვა დრონი, ანუ დრონები, ანუ დრონი საიდან მოდის? მამალ არადედალ ფუტკრებს, ანუ მამალ ფუტკრებს ქვია თურმე დრონები. ანუ ჯერ მამალი ფუტკარი იყო, როგორც იცით და მერე გაჩნდა დრონი და მერე გაჩნდა გიორგი დანელია. ანუ დრონებს რა ფუნქციაც აქვს, აი ზვერვის და ასე შემდეგ. ანუ აი მუქთახორა ფუტკრები არიან მამალი ფუტკრები რა. დრონებს ეძახიან. და სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო, იქ არის მატრიარქატი. ანუ მატრიარქატი რას ნიშნავს? როდესაც მდედრი არის სათავეში, აი ქაური იმისი რა ქვია. აი ესე რომ ვთქვა სახელმწიფოსი რა. ანუ დედოფალი როცა ყავს სახელმწიფოს, უმაღლესი პირი, მატრიარქატია რა. ანუ დედაფუტკარი ხო არის? მშრომელები არიან ყველა დედრი ფუტკრები რა და ეს მამრი ფუტკრები არიან უსაქმურები, ჭამენ პროსტა რა, ეს წვანან და ჭამენ და დრონებს ეძახიან დაფრინავენ აქეთ-იქით რა. და ხშირ შემთხვევაში მარტო იმიტომ არსებობენ მამა ფუტკრები, ეს დრონები იმიტომ არსებობენ, ერთადერთი ფუნქცია რაც აქვს ის არის, რომ დააორსულონ ჩვენი დედრი ფუტკრები.
და შემდგომ ის დედრი ფუტკრები, ის მამრი ფუტკარი რო თავის საქმეს გააკეთებს, ეს დედრი ფუტკრები კლავენ ამ მამრ ფუტკრებს, იმიტომ რომ რესურსის გამომყენებლები არიან მარტო ეს დრონები რა. დრონებს როცა ვამბობ, იცოდეთ რომ ამ ფუტკრებზე მაქვს საუბარი, მამრ ფუტკრებზე. და ხოცავენ რა, იმიტომ რომ ეს რო დააორსულებს, ამის საქმე მორჩა იქ ეხა უნდა ჭამოს მარტო და არაფერი არ გააკეთოს ოჯახისთვის და ამიტომ კლავენ რა. მე რო იბადებიან ახალი ფუტკრები, მამრები და დედრები რო სანამ გაიზრდებენ, მამრები, დედრები ისე ვიწყებენ მუშაობას, მამრები დააორსულებენ დედრებს, მე ეს დედრები მამრებს კლავენ. და ძალიან საინტერესოა, როგორი პრაგმატული და პრაქტიკულები არიან და თან ცოტა სადისტები. ძალიან პრაქტიკულია რა რამე რა. ადამიანებში არა რა თქმა უნდა ფუტკარი რო იყო მეც გეთანხმები თქო დედა ფუტკარო თქო ვითხოვდი რა. ადამიანი რო არ ვეთანხმები. ფუ დედა ფუტკარი ფუ სადისტი და იწვირეთ ნაძირალა. კიდე ერთი ძალიან საინტერესო რაღაც არის ფუტკრებზე. ჩატარდა ჩემპიონატი. ჩვენთან რაც არსებობს საქართველოში. ეძახიან კავკასიური ფუტკარი, ანუ კავკასიური ჯიშის ფუტკარი არის რა. და იმ სხვადასხვა ჯიშის ფუტკრებს შორის ჩატარდა ჩემპიონატი, რომ რაღაცა დრო მისცეს და ამ დროის განმავლობაში სკაში ყველაზე მეტ თაფლს ვინ აწარმოებდა, ანუ ვინ შეაგროვებდა ყველაზე მეტ თაფლს რა. და ამ ჩემპიონატში გაიმარჯვა კავკასიურმა ფუტკარმა. ანუ ქართველმა ფუტკარმა ყველაზე მეტი შეგროვება მოახერხა, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც არის აქ, აი სუპერ ფაქტია ისა რა. დისკვალიფიკაცია მისცეს, იმიტომ რომ ეს ფუტკარი, ეს კავკასიური ფუტკარი, ესენი რომ მიდიოდნენ ნიქით საშოვარზე ის სხვა ფუტკრები, ეს კავკასიელი ფუტკარი ამათ სკაში გადადიოდა და პირდაპირ თაფლი მოქონდა. ანუ სხვა მონაწილეებს, გერმანელებს უფრო რატომღაც თაფლს პარავდა რა და ოფიციალურად ესეთი ფაქტია, რომ ყველაზე ზარმაცი და მომპარავი ფუტკარი არის კავკასიური, ანუ ქართველი ფუტკარი რა. ეგეთი როჟაა რა ქართველიც რა, უცებ რა, ჩემპიონატია, რამდენი არის მოგი 40,000 დოლარი და უცებ რაღაცეები იჩალიჩა და ანუ ძალიან მარტივი გზა იპოვა რა. მაგას მოფიქრება უნდა. მე მაგალითად გადავაჯილდოებდნენ, ხო არის დაჯილდოება და კიდე ზემოდან გადავაჯილდოებდი, რომ ფუტკარი რო ხარ. აი ფუტკარი ხარ რა, ის ხო არ ხარ ადამიანი და ჩემპიონატი რა, ტურნირი და რაღაცა ტურნირზე გახვედი და მოდი ხა მე კი არ წავალ ამ სირებივით იქ. აგერ ესენი მიდიან მარტო ტოვებენ სკას, მე გადავალ, მოიპარავ, გადმოვიტან რა. მაგას რომ მოიფიქრებ, ეგ უნდა დააფასო. ეგეთი ადამიანები რო არ ფასდებიან, მაგიტო არის. მაგარი მომპარავი ტიპი რო არიანო, ეს თითით რო აღებს კარს რო შედის და ალღოთი რო იცის რო ის კიდელი უნდა გამოანგრიოს და იქ აქ ოქრო დამალული, მაგ ტიპი არ უნდა დაიჭიროს. მაგ ტიპი უნდა მობოჭო ცოტა. მაგის რესურსის არ გამოყენება არ შეიძლება. აი ეგეთი ფუტკარი რო ხარ, რო იცი რომ შეგიძლია მოიპარო, მაგ ფუტკრის რესურსი უნდა გამოიყენო, არ უნდა დააჯარიმო და არ უნდა მიცე დისკვალიფიკაცია. ჩვენ თუ ეგრე გადავალთ სამყაროში, თუ ეგრე მოიქცევით ადამიანები, აი ჭკვიანი ტიპია რა, პროსტა ცხოვრება, ეგრე მიიყვანა იქამდე რომ იპარავს რა, ანუ მანდ გაიზარდა რა. ეგ უნდა წამოიყვანო მოპარვიდან და ისეთი რაღაცები გააკეთებინო, რომ შენც გაგიმარტივებს საქმეს და სამყაროსაც. დარწმუნებული ვარ მაგაში. იცოდით რომ რო კითხო ეხა ადამიანი რო გავიდეთ ქუჩაში რა და ტიპებს რო აჩერებენ და შოთა რუსთაველს რაზომა ფეხი ქონდაო და რაღაცებს რო კითხებენ უცებ ადამიანს აი ეგრე რო გააჩერო ადამიანი და რო კითხო ადამიანები რისგან შევდგებითო 80% ალბათ გეტყვის უჯრედებისგან, ანუ ადამიანი უჯრედებისგან, ანუ ჩვენ ვართ უჯრედებიო გეტყვის რა. ბევრად კომპლექსური პასუხი აქვს სინამდვილეში მაგას რისგან შევდგებით, როგორ შევდგებით და რაზე შევდგებით. მაგრამ საბოლოო ჯამში გეტყვიან რომ უჯრედებისგანო რა, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით? ადამიანის ორგანიზმში და ორგანიზმზე და ზოგადად ჩვენზე უფრო მეტი ბაქტერია ცოცხლობს, ვიდრე უჯრედი. ანუ ჩვენ უფრო ბაქტერიების ერთობლიობა უფრო ვართ, ვიდრე უჯრედების ერთობლიობა. თუ გინდათ ეხა არ გავალ არსად. აი აქ ამოვიღებ მობილურს, დავგუგლავ და ზუსტად გეტყვით რამდენი ბაქტერია, ანუ დაახლოებით რამხელა სხვაობაა რა. ჩვენ ვართ 39 ტრილიონი ბაქტერიის მატარებლები და შევდგებით დაახლოებით 30 ტრილიონი უჯრედისგან. 9 ტრილიონით უფრო ბაქტერია ვართ, ვიდრე უჯრედები რა რამე რა. მანჩესტერი რო ლამა სტუდიომ გამოაგდო, ეგ თუ ნახეთ, ეხა ლამა სტუდიო რა თქმა უნდა არ იყო, მაგალითად მოვიყვანე რომ მანჩესტერი ეხა დაახლოებით იგივეა რომ მოდი ავიღოთ პრემიერ ლიგაში მოდი დინამო თბილისი ვთქვათ რა. დინამო თბილისი რო გამოეგდო ჰამაკს რო გაიკეთებინა გუნდი საფეხბურთოს 11-11-ზე, ვიქნებოდით მე-4 ლიგაში ან მე-5 ლიგაში და
რო შევხვედრილიყავი თასზე სადღაც და გამოვიგდო დინამო თბილისი. მაგრამ აქ თემა ისაა, რომ დინამო თბილისი დღეს უფრო დიდი დიაპაზონია მანჩესტერ იუნაიტედსა და იმ გუნდს შორის, რომელმაც მანჩესტერი გამოვაგდო, ვიდრე დინამოსა და ეხლა მე რო ქოროსთან ერთად გუნდი გავაკეთო, ქორო კაცი უკვე ფეხბურთელი არის რა. და მან მოხდა ერთი საინტერესო რაღაცა, რომ 23 პენალტი დაარტყეს რა. ანუ ხო დაარტყა ერთმა მეორემ, სულ არის ხოლმე რომ 5 კაცი ურტყავს, ან 6 მაქსიმუმ 7 და 8-ზე თუ ავიდა, აუ რამხელა პენალტი შუთავთი იყო. მეკარეებმაც ანუ 11-მა ფეხბურთელმა მთლიან დაარტყა, ანუ წრე დაარტყეს რა, ანუ რო დაიწყეს, ყველა ანუ ერთი გამაზეს, მერე ყველა გაიტანეს და მეკარეებმაც გაიტანეს. მერე მეკარეების მერე ახალ წრეზე თავიდან წავიდნენ შემდეგ წრეზე რა და შემდეგი წრიდან კიდე გაიტანეს და სადღაც ერთ-ერთმა მანჩესტერის ფეხბურთელმა აცილა ზედაძელს გაარტყა და ეგრე გამოვაგდო ლამა სტუდიომ მანჩესტერ იუნაიტედი. და მე დამაინტერესა რომ აი ყველაზე გრძელი პენალტი შუთაუთი როდის ყოფილა რა, ანუ რამდენი ხანი გაგრძელებულა რა. მოვიძიე ინფორმაცია რომ 2005 წელს თურმე ნამიბიაში ნამიბიურმა გუნდებმა 17-16 დამთავრდა და 48 პენალტი დაარტყეს. ანუ 48 პენალტი არის 48 უნდა გავყოთ 2-ზე, რაც არის 24 და გამოვიდა რომ ორჯერ დაარტყეს მეკარეებმა. ანუ აქ ხო ერთხელ დაარტყეს მეკარეებმა. ნამიბიის ჩემპიონატში 2005 წელს მეკარეს ორჯერ მოუწია დარტყმა რა. და რახან სპორტზე ვსაუბრობთ, არ დაგავიწყდეთ. კუჩაში რომ გაგაჩერონ ეს ხელი დაგადონ და კითხონ რომ სად ვუყურო ფეხბურთსო, შეუნდა უთხრა სად უყურო და სეტანტაზეო, მაგრამ თუ პრომოკოდს ბასტოს დიდი ასობით გამოიყენებო, 30%-იანი ფასდაყლება გექნებაო იმ ყველაფერს, რასაც სეტანტა გთავაზობსო რა. ეგ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ. ყველას ნომერი მაქვს, ჩემი გამოწრების ნომერში მაგრამ იმ დღეს რა. ესე ჩამოვარე, ყველას მივწერე, ყველას ნომერი მაქვს თქვენი. ხვალ ყველას დაგირეკავთ ნანუკა, ხო დაურეკავ. ნანუკა დაგირეკავთ და შეამოწმებს, ყავთ თუ არა სეტანტა ჩემი პრომოკოდით. ბასტო დიდი ასოებით. გადავიდეთ ახლა შემდეგ იმას. აუ, პროსტა უცებ რაღაცას ვიტყვი რა, სანამ ფაქტებზე გადავალ. ბუზი ხო იცით, ბუზი. ორნაირი ბუზი არსებობს რა, ანუ ქცევით ორნაირი ბუზი არსებობს რა. აი გუში მაგრად ნერვები მომიშალა რა. ერთი ბუზი ხო აი რომ სადღაც დაფრინავს და 1000 ერთხელ დაჯდება. და აი დაგაჯდა აი აქ მაგალითად და ხელს რომ მოსვე მე კიდე დაფრინავს, აღარ გაწუხებს ერთ საათში შეიძლება კიდე ახლოს დაგიჯდეს. მაგრამ ბუზები არიან ესე ხო ეგრევე ხო ჯდებიან შენთან ახლოს. რომ გააქნევ ხელს, ამ ხელს ესე გაყვებიან, თუმცა ბზზ და კიდევ აქ ჯდებიან. მე აქედან გააგდო სულ ჯდებიან, ანუ სულ ტვინს ღუნავენ. ანუ არასდროს არ ჩერდებიან, დაღლილები არიან, უჯიშოები არიან, რა ჯანდაბაჭირთ, გუში მჭამდი და ერთი ბუზი მენაჯერი ვერც მოვკალი. მე რო დაჯდებოდა, გადი აქედან, ნუ აი ესე ჰაერს გაყვებოდა და მოდიოდა აქ ეჯდებოდა, ანუ სულ ჯდებოდა რა. მაგას მიჩვენია სუ იფრინო და ხმა მესმოდეს რა. ბუზი რო ხარ, ფრენა შეგილე, ფრენა შემეძლოს და ძირს ვიჯდე. ანუ ადამიანი რო ვარ და ფრენა შემილია, კაი კომპიუტერთან დავждები, ვალორანტს ვითამაშ, მაგრამ ბუზი რო ხარ, რა ჩემიყლებ იფრინე რა. რას მიჯდები იქ? გაჭმევ თუ რას გიზავ, გააჯვი, ძღნერიანი ხელები თუ დამიჯდები იქ. ბუზებს გავანებოთ ახლა თავი, მაგრამ არსებობს ესეთი თეორია, რომ ცხოვრებაში რაც კი გადაწყვეტილება მიგიღია შენ რაც კი გადაწყვეტილება მიგიღია, მაგალითად ახლა ვზივარ მე და აი ამ წვერს ესე ხელი მოვკიდო, თუ არ მოვკიდო რა, ვაკეთებ და ვკიდებ რა. და რო ვკიდებ, ეს სხვა სამყარო გაიჩიტა, გაიხსნა ახალი დროის ხაზი, რაღაც ახალი სამყაროსაც მე აქ ხელი მოვკიდე და ეგრე გავაგრძელე ცხოვრება როგორც აქ ხელი მოვკიდე. მაგრამ ასევე დარჩა ის სამყარო მეორე ნაწილად, სადაც არ მოვკიდე და ისე გაგრძელდა ცხოვრება და ჩემი ცხოვრება, რომ აი ეს არ გამიკეთებია რა. ოღონდ ეს ხო პატარა მაგალითი, მაგრამ აი ყველა შესაძლო გადაწყვეტილება ცხოვრებაში მიგიღიათ და მიიღებთ, მანდ რომ ისპლიტება სამყარო და ერთი ვარიანტი გრძელდება, რომ ეგ გადაწყვეტილება მიიღე, ერთი ვარიანტი გრძელდება, რომ გადაწყვეტილება არ მიიღე რა. და ეგრე არსებობს უსასრულო სამყაროები რა, უსასრულო სამყაროები. და ძალიან საინტერესო არის როგორ ოსტატურად გადავედი სიტყვა უსასრულობაზე რა. უსასრულობის აღქმა ჩვენ აი ესე ვიცით რომ აი უსასრულობა რა არის რა, აი რა არის უსასრულობა. აი სასრული რო არა აქვს, დასაწყისი დასასრული არა აქვს რა, არსაიდან არ იწყება და არსად არ სრულდება. აი პლუს უსასრულობა ვიცით რომ უთვალავია რა, მაგრამ ორჯერ პლუს უსასრულობა და უსასრულობა ხო ერთ და იგივე რიცხვი არის. 100 ჯერ უსასრულობა და უსასრულობა ხო ერთ და რიცხვი. აი ეგ არ გვაქვს გააზრებული, ლოგიკურად არ გვაქვს გააზრებული უსასრულობა რას ნიშნავს რა.
აი მაგალითად ესეთი გამოცანა არსებობს, წარმოიდგინეთ არისო სასტუმრო, სადაც უსასრულო რაოდენობის ნომრები არის 1 ნომერი, 2 ნომერი, ნომერი 3, ნომერი 4, ოთახების ნომერი 1, 2, 3, 4 და უსასრულო არის რა, ანუ იმენა უსასრულო არის. და უსასრულოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ადგილი მაინც არის. აი პლუს 1 ადამიანი რომ მოდის, სად უნდა შეიყვანო თუ უსასრულო რაოდენობის ოთახებია და უსასრულო რაოდენობის ხალხი ჩანს რა. აი იმდენად არ გვესმის თითქოს ჩაწვნილები არ ვართ ამ უსასრულობის კონცეფციას, რომ პასუხი აქვს ესეთი, რომ ყველა ადამიანი ვინც არის ერთით მარჯვნივ გადავიდეს, ანუ ერთიანში ერთ ნომერ 1-ში ვინც ის ნომერ 2-ში გადაჯდეს, ნომერ 2-ში ვინც ის ნომერ 3-ში და ესე გადავა და გამოვა რომ პირველი ნომერი გათავისუფლდება რა. ბოლოს თუ ვერ ვხედავთ, დასაწყისში უნდა ჩავსვათ ეს შევიყვანოთ ახალი სტუმარი. ხო ხვდებით რასაც ვიძახი, ოღონდ ეს უსასრულობა სამყაროზე ხო იძახიან რომ უსასრულოდ დიდი არისო რა, ანუ აი უსასრულო არისო სამყარო რა, ანუ აი galaktikები ისინი იმის იქით კიდე არის და უსასრულოდ დიდი არისო რა. და იმ დღეს დაუკვირდი, იმ დღეს რა ცოტა ხნის წინ დაუფიქრდი ესეთ რაღაცას რა, რომ ჩვენ თუ ვართ სამყაროში, უსასრულო სამყაროში. ანუ მე ახლა სადაც ვზივარ, თუ ეს უსასრულო სამყაროს ერთ-ერთი ადგილია, გამოდის რომ ჩემ წინ უსასრულო რაოდენობის, უსასრულო მანძილი არის, ჩემ უკანაც უსასრულო მანძილი არის, გვერდით უსასრულო მანძილი არის, მარცხნივაც უსასრულო მანძილი არის. თუ უსასრულობა უდრის უსასრულობას და ჩემი ყველა მხარეს უსასრულო მანძილი არის, გამოდის რომ მე ამ მომენტში, ამ წამს სამყაროს იდეალური ცენტრი ვარ. ანუ იდეალურად სამყაროს ცენტრში ვიმყოფები. ანუ რომ მეუბნებიან რომ შენ ნუ გონიაო რომ სამყარო შენ ირგვლივ არისო, შექმნილიო, რას ქვია ნუ მგონია? ნუ მგონია კი არა, მაშინ გადამაფიქრებინე. კონტრარგუმენტი მომიყვანე ძმაო, რომ მე როგორ არ ვარ სამყაროს ცენტრი. თუ მეუბნები რომ სამყარო უსასრულოა და მე ნებისმიერ ადგილას ვიმყოფები, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვარ სამყაროს ცენტრი. თან მე ვარ, მე ანუ შენ კი არა, მეზე არის ლაპარაკი რა. ანუ როცა მე ვლაპარაკობ, მე ამ დროს სამყაროს ცენტრში ვარ. და ეგრე არის სამყარო შექმნილი ზუსტად, რომ შენ უნდა გაიაზრო რა, რომ სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო, რანაირადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, შენ გააქვს უფლება იმისი, რომ იფიქრო, რომ შენ ხარ სამყაროს ცენტრი და სამყარო შენს ირგვლივ არსებობს. როდესაც სამყაროს ცენტრი ხარ, ყველაზე ძლიერი, ყველაზე დიდი ხარ, შენი ცხოვრების მთავარი ასეტი ხარ და ვიღაცის გშურს, ან ვიღაცის ეგეთი ცხოვრება გინდა, ეგ არის სისულელე. არასდროს არავის არ გშურდეთ, არასდროს არავის ცხოვრება არ გინდოდეთ, იმიტომ რომ თქვენ ხარ სამყაროს ცენტრი რა, ისინი ცოტა გვერდზე დგანა, ხანდახან უფრო ახლოს, ხანდახან უფრო შორს. ამიტომ შურიც დებილობაა რა, იყურე სამყარო შეიქმნა, სამყაროს აქვს თავისი კანონზომიერება, ბალანსი, ყველაფერი ბალანსში არის და შენ უნდა გაიაზრო ის, რომ შენ ხარ ცენტრი და ცენტრს რომ ვიღაცის შურს, ძლიერს რომ ნაკლებად ძლიერი შურს სულელია და არ არის ჯერ ღირსი, რომ ის კონდეს რაც უნდა. აი ამას რომ მოკლავთ თქვენ თავში და არასდროს არ შეგშურდებათ არავის, იმიტომ რომ ყოველთვის გეცოდინებათ, რომ თქვენთვის უკეთესი გზა არსებობს, თქვენთვისვე უკეთესი გზა არსებობს. მაგ შემთხვევაში არ შეგშურდებოდათ, შვიდად იქნებოდათ. აი ზუსტად რო იცოდე რომ ესე კითხავის ბურჩი რომ დაინახოთ თქვენი ცხოვრება, რომ 40 წლის ასაკში, არ ვიცი, ჩემი რაც აი მაგალითად ერთ-ერთი აი რავი ვზივარ, მაგ ჩემი სახლი, ნანუკასთან ერთად ვარ, მყავს შვილები, შვილებისთვის დრო მაქვს, შვილებისთვის რესურსი მაქვს და ვარ მშვიდად რა. აი მაგას რომ ეგ რო დავინახო. დღეს ხო მე არაფერი არ ამანერვიულებს. დღეს ხო მე აი აქ რო ეხა ეს განათება რო ჩაქრეს, დაჯდეს და ეს განათება რო ჩაქრეს, ვიდეო წამიშალოს, ყველაფერი ცუდი რომ მოხდეს. მე ხო ვიცი რომ ის ნანახი მაქვს, ის ნაწილი, მე მაინც მშვიდად ვარ და არაფერი აღარ მაშინებს რა. აი დაახლოებით ეგრე უნდა იყოთ, რომ უნდა გაიაზროთ ის, რომ სამყაროს უსასრულობა იმდენად იდეალურია, რომ ყველას შეუძლია იფიქროს, რომ სამყაროს ცენტრია რა. და ეგ მათემატიკაა მაგაში, ანუ ეგ ფილოსოფია და მათემატიკა არის. ეს კარგად გაიაზრეთ, რომ დაგავიწყდებათ ამოჭერით და ისევ მოусმინეთ ხოლმე, რომ мотиваცია ეგეთი რაღაცა, რომ უცებ ახლა შეიძლება ადგე ჭურჭელი გარეთქმე დაწვე და ისევ ფელი ეგონოს თავი, მაგრამ ისევ უნდა მოусმინო, ისევ უნდა გაიაზრო, გაითავისო, შენი ვარიანტები, შენი მაგალითები, შენი ის უნდა შევქმნანო და გაისისხლ ხორცო. ანუ ჩემი ნალაპარაკები გქონდა იცოდე, შენ კარგა ისინდან უნდა იცოდე, რომ მე ცალკე კი ეს ხონა და ამიხსნა ეს ყველაფერი, რასაც მე ვხსნი ახლა. და იმენა დამშვიდდებით. და ეხლა გეტყვით ადამიანებზე, ვინც ცხოვრებისეულად დააკამბექეს. ისე დააკამბექეს, არ ვიცი, ბარსელონა PSG რო დააკამბექა, აი უარესი დააკამბექეს.
ესეთი ადამიანი არსებობს და კოლონელ სანდერსი. შეიძლება სახელი რაღაცას გეუბნებოდეთ რა. ადამიანი არის, ვინც KFC შექმნა. KFC არის ალბათ სოფლიოში წამყვანი, არ ვამბობ გემრიელი საუკეთესო გემოსი, მაგას არ გულისხმობ, როგორც ბიზნესი. არის წამყვანი ქათმის ფრთების მომარაგებელი ალბათ რა. ანუ ყველაზე დიდი ქათმის რესტორანი ქსელი რაც არსებობს დედამიწაზე არის KFC. KFC მაგან გახსნა 65 წლის ასაკში. ანუ 65 წლამდე ბევრჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს, რესტორანი გააკეთა, დაეხურა, ანუ სახე გააძრეს რა და წარმოვიდგინეთ, აი 64 წლის ხარ და ფეილი ხარ რა, ანუ გგონია რომ ფეილი ხარ და 65 წლის ასაკში ხსნი რესტორანს, რომელსაც შენი სიფათი აქვს ლოგოთ და რამდენიმე წლის მერე სამყაროში ყველაზე დიდი ქსელი იჩითება. ანუ როჟები არიან ვიცი 23 წლის ასაკში რაღაცა არ გამოუვა და აუდა რა ის. ანუ 65 წლის ასაკში ადამიანმა დააკამბექა და ყველაზე დიდი ერთ-ერთი დიდი აი KFC სადაც არ უნდა თქვა, სადაც ტელევიზორი და ინტერნეტი არსებობს, ყველა მიცის KFC რა არის რა. 12-მა გამომცემლობამ JK Rowling-ს უთხრა უარი. ანუ შექმნა ნაწარმოები, შექმნა რაღაცა ისტორია დაწერა ბოლომდე, აი წარმოგიდგენთ რაღაცას დაწერთ რა. წაკითხოს რამდენი ხანი უნდა და დაწერას კიდე რამდენი ხანი უნდა. დაწერა რაღაცა, მიიტანა გამომცემლობებში და 12-მა გამომცემლობამ ზედიზე 12-მა უარი უთხრა. ანუ შენ დაწერილი მიგაქ, ისინი სამ წაიკითხავენ, სანამ გაეგრევე, კი არ მინდა ხა აგერის დაუწერე და უცები კი არ კითხულობენ და დაუტოვა იმ წაიკითხოს, გაანალიზონ იქ რაღაცები, აწონ-დაწონონ იმუშავებს, არ იმუშავებს და შემდგომ ხდება გამოცემა, მაგის მერე ხდება რა. 12-მა ტიპმა რამდენი დრო დახარჯა, წარმოვიდგინეთ 12-მა ტიპმა, 12-მა გამომცემლობამ უთხრა უარი. და ჰარი პოტერს როგორ წერდა, იცით? თან მეუღლეც გაშორდა. შერჩა შვილი სოციალურ დახმარებაზე ცხოვრობდა რა. ეს შვილთან ერთად კაფეში იჯდა ხოლმე. წერდა ამ ჰარი პოტერს, ანუ აი წერა ხო ჯერ ძალიან რთულია და აი ჯოჯოხეთური გარემო რო გაქვს და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა რო ხელში გიჭრავს და მარჯვენა ხელით ისტორიას წერდა, თან 12 იმას რო უარი აქვს ნათქვამი, გამომცემლობას რო უარი აქვს ნათქვამი. წარმოგიდგენთ როგორი ჟინი უნდა გქონდეს რომ გააგრძელო ამ ყველაფრის გაკეთება რა. მაგრამ მაინც გააკეთა. გააგრძელა მე-13-ემ დაუდასტურა, მე-13 გამომცემლობა და შეიქმნა ჰარი პოტერი, რომელიც ალბათ KFC-ზე კიდე უფრო ბევრმა ადამიანმა იცის რა. ჰარი პოტერი იცის აი საერთოდ ყველამ. მრგვალი სათვალეები, ჩემ დროს, ჩემ ძმას სათვალეები ეკეთა და გარიკას ეძახდნენ. იმიტომ რომ მაშინ 90-იანი წლების ბოლოში გარი პოტერი იყო და არა ჰარი პოტერი. ჰარი პოტერი. გარი პოტერი იყო და გარის ეძახდნენ. გარიკას. სანდრო ქვია ის. აი ეგეთი მემკვიდრეობა დატოვა რა. და შენ ნერვიულობ რომ პროფესიული ინგლისური შეგეტენა. არი ნერვიულო. ნელსონ მანდელა ხო იცით? სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი რო იყო. ნელსონ მანდელა სანამ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი გახდებოდა 27 წელი ციხეში იჯდა. 27 წელი როცა ანუ აი 27 წელი რო იჯდები კი არა, ანუ რო ჩაჯდები და რო გეტყვი რომ 27 წელი შენ ციხეში უნდა იჯდეო, აი მაგას რო გეტყვი. რა ასაკის აი 4 წლის რო ხარ და 27 წლის ციხეში გხსავენ, ალბათ მანდაც კაროჩი რა, ანუ 31 წელს გამოხვალ ციხიდან სამყაროში ყველაფერი იქნება, შენ არაფრის აზრი არ იქნები იქ რეები დადიან, დაცურავენ, დაფრინავენ, კაცმა არ იცის რა. ანუ როდის უნდა დაგიჭირონ, რომ შენ 27 წელი გითხრენ, 27 წელი ციხეში იქნებიო, მე გამოხვიდე და მაინც ხოცე იყო რომ პრეზიდენტი გახდე. უცნაურია. მაგრამ ფაქტია, რომ არსებობდა ადამიანი, ვინც 27 წელი ციხეში იჯდა, გამოვიდა, მე სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი გახდა და ალბათ ყველაზე პოპულარული სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტია, რაც ვინც კი არსებულა დედამიწის ზურგზე. და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრეზიდენტია, ვინც კი ზოგადად არსებულა რა. ნელსონ მანდელას სახელი ყველა მიცის. სტივ ჯობსი. სტივ ჯობსს ალბათ ბევრმა იცით, საკუთარი კომპანიიდან გამოაგდეს. ადამიანმა შექმნა კომპანია, თანა შემქმნელი იყო კომპანიის ერთ-ერთი Apple-ის. და გამოაგდეს, ოც ფილმებში რო დირექტორთა საბჭოს შეიკრიბება და აი მაგალითად ვიღაც მამის არის რა, ეს ყველაფერი და მამა მოკვდა და შვილი დარჩა და ეს
შვილის ის რომ უნდათ იმ დირექტორთა საბჭოს რომ ყველაზე დიდი წილი რო შვილს აქვს და უნდათ რომ მოიცილონ შვილი და ჩვენ დირექტორთა საბჭომ გადავწყვიტეთ რომ შენ არ ახარ შესაბამისი კანდიდატი ამ ყველაფრისთვის და უნდა დაგვტოვო. აი დაახლოებით ეგრე გააჯმევნეს საკუთარი კომპანიიდან სტივ ჯობსს. მე დააბრუნეს რა თქმა უნდა, მაგრამ საკუთარი კომპანიიდან რომ გაგაგდებენ ყველაფერს რომ ჩაასხავ, ჩადებ, ყველა ცოდნას, ყველა იმას და საკუთარი კომპანიიდან რომ გაგაგდებენ, მან რო არ გაჩერდები და გააგრძელებ მაინც და ბოლოს ისე დაამთავრებ სიცოცხლეს რომ ამბასადორი ხდები, ანუ შემქმნელი კი არა, კომპანიის ამბასადორი ხდები, რომ Apple-ზე ყველა სტივ ჯობსი ახსენდება და სტივ ჯობსიც ისეთივე დიდი სახელი არის, როგორიც არის Apple-ი, არის ძალიან დასაფიქრებელი, ყურადღება მისაქცევი, გასაანალიზებელი და საკუთარი ცხოვრებაში გამოსაყენებელი. რობერტ დაუნი ჯუნიორი. რობერტ დაუნი ჯუნიორ სანამ ექნებოდა Iron Man-ის როლი, რითაც ყველაზე პოპულარული გახდა, ტიპი იყო დამოკიდებული ყველაფერზე რა, საერთოდ ყველაფერზე. ალბათ ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, კლუბურ ნარკოტიკზე, მოსაწევზე, რავი, თამაშზე, ყველაფერზე დამოკიდებული არსება იყო რა. დაჟე რამდენჯერმე დაიჭერს ციხეშიც აანაჯდომი. Marvel-მა რო გადაწყვიტა რომ Iron Man-ის როლზე Robert Downey Jr.-ს რო უნდა ეთამაშა, ძალიან ბევრმა იქაურმა ადამიანმა იქ ვინც იყო, ვინცაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ, იმიტომ რომ ეს ტიპი შეიძლება უცებ გადაღებაზე არ მოვიდეს, შეიძლება მეტყველების უნარი დაკარგოს, შეიძლება უცებ თვალები ვერ ამოუდღეო, ისეთი ამოღამებული თვალებით მოვიდეს და, კაროჩე, დიდი რისკი არისო რა, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად ვისაც უხდება, ანუ სახე არის რა MCU-ში ჩემი გადმოსახედიდან Robert Downey Jr. იმდენად სახეა, რომ ტიპი, ანუ ეგეთ დიდ იმას რო აი Endgame-ი რაც იყო რა, Avengers-ები რაც იყო, რომ აი ეგეთ დიდ რო უნდა დააშლო, ხო ვიღაც უნდა მოკლავ უეჭველი, რომ აი ძალიან ძიმე და ყველაზე მეტად ვისი სიკვდილიც გაუტყდებოდა ფანებს, აი ეგ მოკლეს, იმიტომ რომ ერთადერთი იყო, ვისაც სუპერძალა არ ქონდა იქ და იმ ადამიანმა გაწირა თავი ყველასთვის და კაროჩი ანუ დაგმოკლა ყველა რა ანუ მთელი ფანები აი ჩაყვნენ ამ Iron Man-ს, მაგრამ იმდენად დიდი ფიგურა და იმდენად დიდი ტიპი არის MCU-სთვის Robert Downey Jr.-ი, რომ ეხლა ახალი სამყარო შექმნეს, სადაც მთავარი ანტაგონისტი Doom-ი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აიკონიკ ვილენი არის მთელს Marvel-ის სამყაროში, მაგასაც Robert Downey Jr.-ი თამაშობს. იმიტომ რომ ხვდებიან რომ ეგ სიფათი, ეგ როჟა, ეგ ტიპი, ეგ ხმა არის ყველაზე ღირებული, რაც MCU-ს გააჩნია რა. მაგრამ სანამ ეგ გახდებოდა, ტიპი ჩვეულებრივ ბრეტელებიან მაიკაში გადაჭხელი იჯდა და დორბლი მოდიოდა პირიდან რა. მაგრამ როგორც კი თავისი თავი იპოვა, როგორც კი საკუთარი თავი იპოვა, შეუძლებელია ამ ხელა ის მიიღო და ამას გადაყვე, იმას იქ დაარჩე მაინც. ის არის ადრენალინი, ის არის დოპამინი, ის არის ენდორფინი, ოღონდ ხელოვნურად მიღებული ეს კეთება და ჭხერა და რაღაც დამოკიდებულებებზე ყოფნა. და როგორც კი ნამდვილს მიიღებ, მარტივად ანებებ ეგეთ რაღაცებს თავს რა. აი მაგალითად რო ავიღო, რომ ვიღაცა სვავს ლოთია, მის გარეშე არ შეუძლია, მაგრამ როგორც კი კავშირს ჩაუდგება და ეტყვი, რომ თუ დალე მოკვდებიო, აღარ დალევს. იმიტომ რომ იასნა ეხა არ ეგრეც არ უნდა რომ ეხა მოკვდეს რა. ზუსტად ეგეთი რაღაცაა, რომ შესაბამის სასწორზე თუ შესაბამის რაღაცას დადებ, აუცილებლად რო გონია რომ ვერასდროს ვერ დაანებებ რაღაც მოწევას ან რაღაცას თავს, ძალიან მარტივად დაანებებ რა. მთავარია შესაბამისი რაღაც სასწორის მეორე მხარეს შესაბამისი რაღაცა იდოს რა. მე მაგალითად 10 წლის წინ დავდე პირობა, რომ არასდროს არ ვითამაშებდი გემბლინგ, ანუ ლარსაც არ ვითამაშებდი. 18 წლის ვიყავ, რომ ეგ პირობა დავდე. და დღემდე ისეთი მძაფრი პირობა დავდე და ისე ტიპირობა დავდე, რომ დღემდე ლარიც არ მართლა არ მითამაშია. არც ბარსას მოგებაზე დამედი, არც საქართველოს მოგებაზე დამედია, არც პოკერი არ მითამაშია ფულზე, ესე რო შევსულ არ. ანუ საერთოდ არაფერი არ მითამაშია რა. იმიტომ რომ სასწორზე დავდე ისეთი რაღაცა, რაც მე საერთოდ არც კი ვფიქრობ, არც კი მიჭირს რო არ ვითამაშო რა. ხო და ეგ არის ზუსტად რომ ნებისყოფის ამბავზე მეტად უფრო ის არის რომ სხვა ღირებულება შეიქმნა ისეთი რომელსაც საფრთხეს უქმნის ეს შენი ცუდი ჩვევა და შენ საბოლოო ჯამში ცუდი ჩვევის დანებება გირჩევნია, ვიდრე ეს ღირებულების ხელიდან გაშვება, რაც აკეთებს სასწორს და მე მარტივად აკეთებ ყველაფერს რა. და უბრალოდ ეგ არის აქაც, რომ ტიპი დამოკიდებული იყო რაღაცაზე, მაგრამ უცებ რაღაცა სხვა რაღაცაში გაიჩიტა უფრო მაგარში და ეგრევე დაიკიდა რა. ამიტომ დღეს რო გონიათ, რომ დიდი პრობლემა გიხართ, თქვენ რო ძველ პრობლემებს გადახედოთ,
რაღაცა ძალიან დიდი პრობლემა გეგონათ და აი მოუგვარებელი გეგონათ. აი რამდენიმე ხნის წინ რომ მოხდა, მაგალითად 5 წლის წინ რომ მოხდა. მაგას რო დღეს გადახედო, დღეს აი წონა თითქმის საერთოდ არ აქვს რა. ამიტომ თავარია, ესე გეტყვით, უყურეთ. თუ ხედავთ, რომ JK Rowling-ი, ნელსონ მანდელა 27 წლიანი ციხეში ცხოვრების მერე პრეზიდენტი ხდება, რობერტ დაუნი უმცროსი ჭხერაობის მერე უცებ MCU-ს ყველაზე დიდი ფრანჩაიზის სახე ხდება და კოლონელ სანდერსი, რომელიც 65 წლის ასაკშიც არ ჩერდება და აგრძელებს ცხოვრებას, შენ რატო უნდა გაჩერდე? ჰა? არ დაგავიწყდეთ, რაზეც გელაპარაკეთ რა. კარგად გაიას, დამოჭერეთ, დაიმახსოვრეთ, ყურში ჩაიხდეთ ხოლმე, ჩაიწერეთ, რომ უცებ მოიწყინეთ, კაპა ან ჩართე, რომ გახსოვდეთ, რომ სამყაროს ცენტრი ხართ.